მე ლილი დაუსი ვარ, ეს კი ჩვენი გადაცემაა მოგზაურობაზე. ამ გადაცემის ფარგლებში მთელ მსოფლიოში მოგზაურობ ისეთი საოცარი ადგილების აღმოსაჩენად, რომლებიც უხვად გთავაზობს კულტურას, ფუფუნებასა და თავგადასავალს. გზად უხვდები ახალ ხალხს, სინჯავ ახალ გემოებს და სადაც კი მივდივარ, ყველგან ვიღებ წარუშლელ შთაბეჭდილებებს. დღეს ჩრდილოეთ აფრიკაში მივემგზავრები, ქვეყანაში, რომელიც სავსეა ფერებითა და ტრადიციებით. მე მაროკოში ვიმყოფები ქვეყანაში, რომელიც განთქმულია ოკეანის ულამაზესი სანაპიროებითა და უძველესი ქალაქებით. მოგესალმებით მაროკოდან, როდესაც ამ მომხიბლავ ქვეყანას ათვალიერებ, ყველგან გრძნობ ისტორიას, კულტურასა და სანაპიროს ენერგეტიკას. ეს ქუჩები, ფერადოვნება და ყოველდღიური ცხოვრების რიტმი ქმნის მაროკოს სულს. მოგზაურობას ტანჟერიდან ვიწყებ, ქალაქიდან, რომელიც ევროპასა და აფრიკას შორის მრავალსაუკუნოვანი ვაჭრობის ფონზე ჩამოყალიბდა. ჯერ ქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში მივდივარ, გრან-სოკოზე. ეს მოედანი ძველი ბაზრის შუაგულში მდებარეობს. ვაპირებ აქაურობა ადგილობრივ გიდთან ერთად დავათვალიერო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტანჟერის სურსათის ბაზარზე. ეს ყველაზე ძველი ბაზარია, სადაც ახალი პროდუქტი შეგიძლია შეიძინო. აქ შეიძინთ ხილს, ბოსტნეულსა და სანელებლებს. ყველაფერს, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ მაროკოს ტრადიციული სამზარეულოსთვის. ეს სრულიად გამორჩეული ადგილია, სადაც გრძნობ ყოველდღიური ყოფის რიტმსა და სადაც შეგიძლია შეევაჭრო კიდეც. ვაჭრობა ბაზრის გარეთაც გრძელდება, სადაც ქუჩის გამყიდველები ყოველგვარ სასუსნავს ყიდიან, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯო. ერთ-ერთი ასეთი სასუსნავია კარანტიკა, ბარდისგან დამზადებული ნამცხვარი, რომელიც შეგიძლია თან მიირთვა და თან ქალაქი დაათვალიერო. დახლებს შორის დგას მაღაზია, რომელიც სავსეა დეკორატიული ნივთებით. აქ ყიდიან ყველაფერს დაწყებული ლარნაკებითა და თეფშებით და დამთავრებული ხელნაკეთი ხის ავეჯით. ამ მაღაზიაში მრავლადაა მაროკოული დიზაინით დამზადებული ნივთები. ანასმა აქ იმიტომ მომიყვანა, რომ ამ მაღაზიის პატრონს შევხვედროდი. როგორც ხედავთ, დაბლა კიბეებზე თიხის ნაკეთობა გვიწყვია. გვაქვს ასევე ძვირფასის სამკაულები, სარკეები, ყუთები, კარები. ეს ყველაფერი მამაკაცების ნახელავია, თუმცა აქ გამოფენილი ხელნაკეთი ნივთების 80% ქალების დამზადებულია. აი მაგალითად ეს ლამაზი ნახსოვები. ძალიან საინტერესოა იმ ადამიანების ამბის გაგება, რომლებმაც ეს ნივთები დაამზადეს, თუ რა ფუნქცია შეასრულა როგორც მამაკაცმა, ისე ქალმა. ბევრი ნივთის შექმნას რამდენიმე თვე სჭირდება და მათი დამზადების ტექნოლოგია თაობიდან თაობას გადაეცემა. ბაზრიდან რომ გამოვედით, ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარე ისტორიული ციხესიმაგრისკენ გავემართეთ, რომელსაც ტანჟერის კაზბას უწოდებენ. ეს ციხესიმაგრე მრავალი საუკუნეა ქალაქს თავზე დაჰყურებს. ტანჟერის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადმოსახედთან მივედით, რათა ზემოდან დაგვენახა ძველი ქალაქი და პორტი. ტანჟერი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ არის გადაჭიმული ისე, რომ შენობები ერთმანეთს ეკვრეს. შენობების თეთრი კედლები და თიხისფერი სახურავები ხმელთაშუა ზღვისპირეთს მაგონებს. ამ ყველაფერს ზემოდან გადაჰყურებს სასტუმრო ფერმანტაზი პალასი. ერთ დროს აქ სამეფო რეზიდენცია იყო, შემდეგ რესტავრაცია ჩაუტარდა და ახლა ტანჟერის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სასტუმროა. სწორედ აქ ვიცხოვრებ რამდენიმე დღე. ეს ადგილი ყველაზე მეტად სიმშვიდითა და კეთილგანწყობით გამოირჩევა. ხმაურიანი ქალაქი აქედან 2 ფეხის ნაბიჯზეა, მაგრამ აქ ტანჟერის გორაზე ეს სულ არ გაწუხებს. სასტუმროში ტრადიციული პიტნის ჩაით, ახალი ფინიკითა და ტკბილეულით დამხვდნენ, რაც მაროკოს განსაკუთრებულ გემოს გიტოვებს. იგივე განწყობა გამყვა, როდესაც ჩემი ლუქს ნომრისკენ მივდიოდი. გზად ყველაფერი დიდებული და ელეგანტური იყო. ეს გახლავთ კატარას ლუქსი, რომელსაც სახელი სასტუმროს პატრონის პატივსაცემად ჰქვია. ოთახებს დახვეწილი დეკორაცია ამკობს და ქალაქის ბაღებს გადაჰყურებს. სასტუმროში განცხრომის გარდა თიხის ჭურჭლის დამზადების კერძო გაკვეთილების აღებაც შეგიძლია. დღეს ვაპირებ ტრადიციული მაროკოული კერამიკის ქოთნის დამზადება ვისწავლო. თიხის ჭურჭელი ათასობით წლის განმავლობაში მაროკოს კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო და თიხაზე მუშაობის დროს ამ ტრადიციას უახლოვდები. შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დროა წავიხემსო. აქ ხმელთაშუა ზღვისპირეთისთვის დამახასიათებელი გემოები იციან. ტანჟერის დათვალიერების ერთი დღე გემრიელად დასრულდა. მაროკო სავსეა ისტორიითა და ფერებით. ჩემი შემდეგი გაჩერება შეფშაუენია. ეს ქალაქი ცნობილია მიხველმოხვეული ქუჩებითა და ლურჯად შეფერილი სახლებით. აქაურობა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია მაროკოში ფოტოების გადასაღებად.
თევზზე შეფენილი ქალაქი შეფშაუნი ცნობილია როგორც მაროკოს ლურჯი მარგალიტი და გასაგებია რატომაც. საოცრად ვიწრო ქუჩებში სწორედ ეს ფერი გვხვდება თვალში. ადგილობრივ გიდს მოჰამედს უნდა შევხვდე, რომელმაც ეს ქალაქი საკუთარი ხელის გულივით იცის. დღეს მინდა ეს ლურჯი ქალაქი დაგათვალიერებინო. შეფშუანი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად ითვლება. ამიტომ სიამოვნებით დაგათვალიერებინებ აქაურობას დღეს. და გზადაგზა უამრავ საინტერესო შეიტყობთ ამ ქალაქზე, მის ისტორიაზე, კულტურაზე, ცხოვრების სტილსა და რა თქმა უნდა აქაურ მოსახლეობაზე. შეფშაუნი 1471 წელს დაარსდა და სწრაფადვე იქცა იმ ადამიანების უსაფრთხო თავშესაფრად, რომლებიც ევროპიდან რელიგიურ დევნას გამოექცნენ. ეს არის ქალაქი, რომელშიც ყველა ერთად ვაჭრობს და ახალ ცხოვრებას იწყობს. ეს ადგილობრივი საქონელია. აი ეს მაროკოული მოსაცმელებია. აქ ყველაფერი ხელით არის დამზადებული, ასე რომ ხელოსნობა ამ ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი დარგია. ვიწრო ქუჩებში სიარულისას გვერდით ჩავუარეთ ხელით დამზადებულ ნივთებს, ტრადიციულ ხელით ნაქსოვ ფართლეულსა და ახლად გამომცხვარ ნამცხრებს, ასევე ზეთისხილსა და ფინიკს. გამყიდველები საკუთარ დახლებს ადგილობრივებისთვის სასურველი საქონლით ავსებენ. აქაურობა სიცოცხლით სავსე ავთენტური ადგილია, სადაც გონია რომ მაროკოს წარსულში გადაეშვი. აი ამ ქუდებს ატარებენ ქალები აქ, განსაკუთრებით მთაში, რიფებისგან წარმოქმნილ მთებში, ქალაქ გარეთ. ასე რომ ამ ქუდებს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვთ ქალაქში. მხოლოდ ამ რეგიონში ატარებენ ასეთ ქუდებს. პრინციპში მთელ ქვეყანაში, მაგრამ ყველგან სხვადასხვანაირად არის გაფორმებული, ზოგან ზონრები აქვს. სულ უფრო ღრმად ვიძირებით ლურჯ ქალაქში. გვერდს ვუვლით კიბეებსა და ვიწრო ქუჩაბანდებს, რომლებიც სავსეა ხიბლითა და თვითმყოფადობით. ნახეთ რა ლამაზი ადგილია. ღმერთო, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი რომელიღაც ფილმში მინახავს. მართალი ხართ, ეს ძალიან ცნობილი ადგილია და უამრავი ფილმია აქ გადაღებული. მითხარით, რატომ არის მთელი ქალაქი ცისფერი? ცისფერი საკმაოდ ახალი შეფერილობაა ქალაქში. დაახლოებით 70-იანი წლებიდან გამოჩნდა ეს ფერი. მანამდე ქალაქი სითეთრით იყო ცნობილი, რომელიც იმდენად ნათელია, რომ ზის ხივებს ირეკლავს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეღება ხალხმა სახლები ლურჯად, რათა დაიჩრდილათ ეს შუქი. და რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ლურჯი იქცა ამ ქალაქის ხელწერად. თუ კარგად დააკვირდები, შენობებზე საღებავის ფენებში ამჩნევ. ლურჯი და თეთრი ტონები ამ ქალაქის წარსულის ამბავს მოგვითხრობს. მართალია, ქალაქი ლურჯი შეფერილობის გამო გახდა ცნობილი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი აქაური არქიტექტურაც. როგორც ხედავთ, აშკარად შეიმჩნევა ანდალუზიური არქიტექტურა და მავრიტანული ისლამური ხელწერაც იგრძნობა. ასე რომ აქ არ არის მხოლოდ ლურჯი ფერი, თიხის ფერიც გვხვდება. ორი არქიტექტურის ნაზავია, ადგილობრივისა და რა თქმა უნდა მავრიტანულის. ქალაქში სეირნობისას ყველგან თვალში გვხვდება ასეთი დეტალები. ეს ქალაქი მდიდარია ფერებითა და კულტურით. აქ დგას ასევე ციხესიმაგრე, სახელად შეფშაუნის კასბა. ეს ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობა საუკუნეებია უკვე აქ არის. ეს ციხესიმაგრე პორტუგალიელებისა და ესპანელების შემოსევებისგან თავის დასაცავად აშენდა, რადგან მე-15 საუკუნეში პორტუგალიელები აქტიურად უტევდნენ მაროკოს სანაპიროს და მოგვიანებით უკვე ესპანელებიც. ამიტომ ქალაქის დაცვა იყო საჭირო. როდესაც ქალაქს ადგილობრივი გიდი გათვალიერებინებს, კარგად ხვდები თუ რით არის ეს ადგილი ასეთი განსაკუთრებული. თავისი ლურჯი ქუჩებითა და კასბას ციხესიმაგრით დამშვენებული შეფშაუნი ნამდვილად ღირდა ნახვად. ტანჟერის განაპირას არის ერთი ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ეს არის 700.000 კვადრატული მეტრის ფართობზე გადაჭიმული ტყე. აქ უნდა შევხვდე ადგილობრივ ექსპერტს, რათა მეტი გავიგო ამ ლანდშაფტის შესახებ. დღეს პერდიკარისის პარკში ვიმყოფებით, რომელსაც ასევე რმილაც უწოდებენ. ამ ადგილას ტენჟერის რიტმი ცოტა იკლებს და ამოსუნთქვის საშუალება გეძლევა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ ამ ხეების ფონზე. ეს პარკი ხმელთაშუა ზღვის პირეთისთვის დამახასიათებელი ტყეა, რომელშიც ძირითადად კორპის მუხა, ბიჭვი და ევკალიპტი ხარობს. აქ ბინადრობენ ასევე ბულბულები, ზღარბები, კუ და უამრავი სხვა სახეობა, რომლებიც მხოლოდ პარკს კი არ ქმნიან, არამედ მთლიან ცოცხალ ეკოსისტემას. როცა კარგი ამინდია, აქედან შეგიძლია დაინახო მთელი სანაპირო ატლანტის ოკეანიდან გიბრალტარის სრუტემდე. პარკში ერთმანეთს ენაცვლება სასეირნო ბილიკები და საოცარი ხედები. აქაურობა ძალიან პოპულარულია მათთვის, ვისაც სურს საქმე ან ქალაქს გაერიდოს. აქ შეგიძლია დაჯდე, დაისვენო და დატკბე ტყის წიაღში სპარტელის კონცხის ახლოს, რომელიც მაროკოს სანაპიროს ცნობილი ადგილია.
აი აქ ორი ზღვა ერთვის ერთმანეთს, ხმელთაშუა ზღვა და ატლანტის ოკეანე. ამიტომ ამ ადგილას ძალიან რთული დინება და მოქცევა არის, გამოც ნავიგაციაც რთულია. ეს შუქურა 1864 წელს ააშენეს, რათა ამ რთულ აკვატორიაში შემოსული გემებისთვის გზა გაენათებინა. შუქურა მაროკოსა და ევროპული ქვეყნების თანამშრომლობის შედეგად აშენდა. სპარტელის კონცხის შუქურა მავრიტანულ ანდალუზიური სტილის არქიტექტურის ნიმუშია, რადგან მაროკომ დაჟინებით მოითხოვა მაროკოს თვითმყოფადობა შეენარჩუნებინათ ამ პროექტში, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროპასთან თანამშრომლობით აშენდა. როგორც ხედავთ, აი ასეთი მშვენიერი შედეგი მივიღეთ. დღეს შუქურა ისევ მოქმედია და ისევ უადვილებს გემებს ამ კლდოვან სანაპირო წყლებში ცურვას. თავისი განსაკუთრებული მდებარეობის დამსახურებით შუქურა ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად იქცა. სანაპიროზე ცოტა მოშორებით კიდევ ერთი ყველასთვის საყვარელი კლდოვანი ადგილია, ისტორიით გარემოცული. აი ლილი, მოვედით, ეს არის ძალიან ცნობილი ჰერაკლეს გამოქვაბულები. ეს ბუნებრივად წარმოქმნილი გამოქვაბულებია. ძირითადად კირქვისგან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ატლანტის ოკეანის ტალღებისა და ქარის ზემოქმედებით წარმოიქმნა. ამ გამოქვაბულს ანტიკური ბერძენი გმირის ჰერაკლეს სახელი უწოდეს, რომელიც როგორც ამბობენ, თავისი მოგზაურობის დროს აქ შეჩერდა. მის სოლს ერქვა ტინჟისი, სწორედ აქედან მოდის ტანჟერის სახელიც. ამ გამოქვაბულებს ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ და მათ შორის სიარულის დროს მიხვდები, თუ რატომ ატყუებდა აქაურობა ადამიანის გონებას ასე დიდხანს. რადგან მაროკოში ჩემი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება, ბოლო თავგადასავალი სანაპიროზე აქლემით გასეირნება იქნება, რომელიც ამ ქვეყნის ყველაზე საყვარელი სიმბოლოა. აქლემი აქაური მოსახლეობის ყოფის განუყრელი ნაწილი იყო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში და სწორედ მათ იყენებდნენ ვაჭრები საჰარას უდაბნოს გადასალახად. დღეს შეგიძლია ქვიშაზე აქლემით გაისერნო და ზღვის ხედებით დადგმე. მაროკო არის ადგილი, სადაც გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნის ისტორიულ ფესვებს ერწყმის. მაროკოში ყოფნის დროს უამრავი რამ გავიგე და გულწრფელად დავაფასე კულტურათა შეჯვარება, მაგრამ ახლა ჩემი ახალი თავგადასავლის დროა.